მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ აპირებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ოპოზიციიდან დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტია გირჩი გეგმავს. ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციას საბოტაჟად აფასებს. კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ამოცემულობით არანაირ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ კარგად ხედავთ, რომ ქვეყანაში დიქტატურა ფორმდება ბოლომდე, ყველა ორგანიზაციას ფაქტობრივად ეგზალება საქმიანობა, ყველა ადამიანი ყველაფერზე არის დასჯილი, უბრალოდ აქციაზე გასulis დროსაც არის დასჯილი. ამიტომ არჩევნებში მონაწილეობა კი არ გამოდის, გამოდის სპეცოპერაციაში მონაწილეობა და სპეცოპერაციაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, არც მორალურად, არც პოლიტიკურად, არც სამართლებრივად არ არის გამართული. ჩვენ ბუნებრივად ვიმზადებით არჩევნებისთვის, ადგილობრივ არჩევნებიდან რთული არჩევნებია, იმიტომ რომ ფაქტობრივად 63 სხვა არჩევნები ტარდება. თითოეულ ოლქში და ბევრ ადამიანს და ფინანსურ რესურსს ითხოვს. მეორე საკითხია, რომ ეხლა პოლიტიკური გარემო ძალიან ისეთი არაპროგნოზირებადია ჩვენ ქვეყანაში და მარტივად წარმომიდგენია, რომ შეიძლება ისეთი სიტუაცია იყოს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ქონდეს, მაგრამ პარტია, რომელიც ზოგადად არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, მაინც პოლიტიკური პარტია ვერ გამოდგება. თუ რა თქმა უნდა რევოლუციას არ ამზადეთ. ჩვენ რევოლუციისთვის არ ვემზადებით და ამიტომ ბუნებრივი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავთ. მათ უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როდესაც დაუჯერეს მათ ასე ვთქვათ პატრონებს და მანდატების დატოვებაზე მიმართეს პარლამენტს. დღეს ისინი პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც გაკოტრებულები არიან. ამიტომ მათ არ გააჩნიათ დღეს არანაირი პოლიტიკური ძალა იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. უბრალოდ ვერ იტყვიან, რომ საქართველოს კანონებს, საქართველოს კონსტიტუციას ისინი აღიარებენ. ვერც მიიღებენ ისინი ამ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ერთი და მეორე ისიც იციან კარგად, როც მიიღონ დამარცხდებიან კიდევ უფრო მძიმედ, ვიდრე ეს მარცხი იყო საპარლამენტო არჩევნების დროს. გენერალური პროკურატურა ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გადაცემას ელოდება. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიებას არ ენდობიან ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ პროკურატურა საქმეს გამოიძიებს ისე, როგორც ქართულ ოცნებას აწყობს. მართულ გუნდში კი აცხადებენ, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს სამართლიანი არჩევნების ქმედება, რადგან ორგანიზაცია ამ დრომდე არ აგზავნის აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურაში. უმრავლესობის წევრების თქმით, გაგზავნის შემთხვევაში ყოველგვარი ეჭვი არჩევნების შესახებ გაქარწყლდება. მე ნამდვილად ვერ გიპასუხებ სხვა ორგანიზაციის მაგივრად რატო არ აღწელებდნენ თუ რატო არ აწვდენენ ამ ინფორმაციას, ერთი რამე მარტივად შემიძლია გითხრათ. მაგალითად, როდესაც პროკურატურამ ჩვენ მოვითხოვეთ, მაგალითად, ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მოვითხოვეთ ვალიდაციის აპარატები ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაცია, რომ გამხდარიყო ხელმისაწვდომი, თუ არაფერი სისტემური პრობლემები გაყალბებები არ ყოფილა. მაშინ რატო მოხდა მათი მხრიდან აი ამ ასე ვთქვათ ინფორმაციის დამალვა და ფაქტობრივად დატყვევება პროკურატურის გამოძიების ფარგლების ქვეშ. ეხლა ამის მიღმა კიდევ ერთხელ, აი მაგალითად მე ძალიან გულწრფელად გეუბნებით, შეუერთდები მათ მოთხოვნას ისთვეთმა გაასაჯაროოს ეს მონაცემები, თუ კი ისინი გაასაჯაროებენ იმას, რაც ჩვენ მოვითხოვეთ. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, ეს არის თაღლითი ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკული დაფინანსება უკვე ჩაეხსნა და ერთადერთი რომ ამ თაღლით ორგანიზაციას დღეს აფინანსებს ბრიუსელი. ამიტომაც ქვია თაღლითი, რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები და ეს ორგანიზაცია არის გამოცდილი საარჩევნო თაღლითობაში 2020 წელს, 2024 წელს დადასტურდა მათი თაღლითობა, ასე რომ ახლა თუ რაიმეს ჩადიან კიდე, ესეც გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაფერი უკვე სიმბოლურია, იმიტომ რომ ხარ ვიცი საერთოდ პროკურატურას ალბათ ჭირდება ეს დოკუმენტაცია, თუმცა თავად ყველაფერი ნათელია არჩევნებსაც შეეხება, ამ ორგანიზაციასაც შეეხება, ასე რომ ნახოთ. ოზურგეთის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. მაყურებელი ევრიპიდეს იფიგენია ავლისში იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი კაშია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევრიპიდეს აღნიშნული ტრაგედია საქართველოში გათამაშდება. ეფიგენია ავლისში ბერძნულ ტრაგედიას ოზურგეთის დრამატული თეატრი უახლოეს მომავალში შემოგთავაზებს. ძველი ბერძენი დრამატურგის ნაწარმოები საქართველოში პირველად იდგმება. სასცენო წარმოდგენაში ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრის მსახიობები და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. რეჟისურა კი ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი კაშიას ეკუთვნის. ოზურგეთის თეატრში რეპეტიციები ერთ თვეზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი
პირველი პრაგონი კი მედიისთვის უკვე შედგა და ჩვენი საშუალებით სპექტაკლის ნაწყვეტებს მაყურებელიც უყურებს. ქალთმოძულეობაში ევრიპიდეს დადანაშაულების აბსურდულობის კიდევ ერთ დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ იფიგენიაავლისში, სადაც ტროას ომის ნამდვილ გმირად არა მხედართმთავარი აგამენონი და აქაველთა ჯარი, არამედ ნორჩი გოგო იფიგენია იქცევა. ევრიპიდეს უკანასკნელი ტრაგედია იფიგენია ავლისში და მე ძალიან მიყვარს ეს დრამატურგი და მქონდა სურვილი ყოველთვის მის დრამატურგიასთან შეხებისა და ამ ეტაპზე ცხოვრების მომეცეს შესაძლებლობა რომ ეს განმეხორციელებია ოზურგეთის თეატრში და აქ არიან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები აგრეთვე არიან ზუგდიდის თეატრის მსახიობები, კოპროდუქცია იქნება ეს პროექტი აქედან გამომდინარე ამ მხრივ ძალიან საინტერესოა. ჩვენი სპექტაკლი არ მიგვიყვანია ბოლომდე და წერტილი ესე რომ ვთქვათ არ დაგვისვია საბოლოო, მაგრამ უნდა ვთქვა რომ ძალიან საინტერესოა მუშაობა დასთან და ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეფიგენია ავლისში პროექტია, რომლის განხორციელების იდეა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვასილ ჩიგოგიძეს ეკუთვნის, რომელიც რეგიონულ თეატრალურ სცენაზე თანამშრომლობის ახალ საინტერესო ეტაპს იწყებს, რომელიც თეატრებს შორის თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული. გაჩნდა იდეა და მე ძალიან მიხარია რომ პირველ რიგში გურია სამეგრელოს რეგიონმა ამიბა ამაში მხარი შევკრიბე ახალგაზრდები და ჩემი იდეა გავაცანი ასევე სამინისტროს კონკრეტულად მინის რომ თეატრს ყოველთვის ჭირდება გადახალისება, ახალი სიცოცხლის შეტანა და იდეა მდგომარეობს იმაში რომ ჩვენ კოპროდუქტი წინ წლებში, ანუ ერთობლივი ნამუშევრები შევქმნათ ოზურგეთის თეატრსა და ზუგდიდის თეატრს, ოზურგეთის თეატრსა და სენაკის თეატრს, ოზურგეთის თეატრსა და ფოთის თეატრს ჩვენი რეგიონის მასშტაბით. გიორგი კაში არის დღეს მოქმედ ახალგაზრდათა შორის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი, აქვს საოცარი ხედვა. და მან ეს აჩვენა არა მარტო იმ თეატრებში, აი მაგალითად ბოლო პრემიერა რუსთაველის თეატრში ქონდა. ზუგდიდის თეატრში რამოდენიმე ნამუშევარი ვნახე, აღტაცებული და აღფრთოვანებული ვარ და დღეს ანუ უახლოეს მომავალში ოზურგეთელი მაყურებელი იხილავს მის შემოქმედებას ჩვენ მსახიობებთან, ზუგდიდის თეატრის მსახიობებთან და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. და ძალიან მიხარია რომ სამინისტროს მიერ ეს პროექტი მხარდაჭერილია. ჩვენთვის სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა. ძალიან საპასუხისმგებლოა და სასიხარულოც, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგავთ პროფესიაში, ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვსწავლობთ ძალიან ბევრ რამეს, ვსწავლობთ თეატრში მსახიობებთან, გამოცდილ რეჟისორებთან და მსახიობებთან მუშაობას და ურთიერთობებს და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო საინტერესოა. ჩვენ აქ ვცხოვრობთ დაახლოებით ერთ თვეზე ცოტა მეტი და რა თქმა უნდა ეს გამოწვევაც არის და ამავდროულად ძალიან საინტერესო და სასიხარულოც. წარმატებებს ვუსურვებ ოზურგეთის თეატრს იფიგენია ავლისში. კორპროდუქციას ოზურგეთელი მაყურებელი მალე იხილავს. ძველი ბერძნული ტრაგედია კი ახალ სიცოცხლეს ოზურგეთის თეატრში შეიძენს. ვაგრძელებთ ეთერს და ამჯერად ჩვენი სტუმარი გახლავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მარი ჩხიკვიშვილი. მარი, მოგესალმები, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ეთერში ხარ. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. კი ბატონო, ეს თემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ბოლო პერიოდში, არა მხოლოდ გურიაში, მთელ საქართველოშიც, გურიის სტიქიის საკითხი და ეს არის ზუსტად მთავარი თემა და მთავარი ინტერესის ობიექტი თქვენთან სასაუბროთ. რომ დავიწყოთ ზოგადად როგორ განვითარდა მოვლენები 20 თებერვლიდან უკვე გქონდა ინტენსიური თოვა გურიაში. თქვენ იყავით თავიდანვე ჩართული პროცესებში, როგორც ვიცი. ძალიან რთული დღეები გადაიტანა გურიამ.
და ოზურგეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ პირველივე დღეებიდან არსებული რესურსის ფარგლებში მაქსიმალური კეთდებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თუმცა დამეთანხმებით, რომ სტიქიასთან ბრძოლა საკმაოდ რთული არის და რომ არა ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ ყველაფერთან გამკლავება. თქვენ მოგეხსენებათ, პირველივე დღეებიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავის გუნდთან ერთად იმყოფებოდა გურიაში და თითოეულ ესე რომ ვთქვათ ნაბიჯებს თვალსადევნებდა და სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც ძალიან სწრაფად რეაგირებდა თითოეულ იმ საკითხზე, რომელსაც სჭირდებოდა დაუყოვნებლივ რეაგირება. მე მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ჩვენს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, სამინისტროებს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობდნენ და არ შემიძლია არ გამოვყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მუშაობა, რადგანაც მათ კრიტიკულ მონაკვეთებში და კრიტიკულ სიტუაციებში შეძლეს შესვლა. მე მადლობას გადავუხდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, პირადად ერთობლივად შევდიოდით ისეთ ლოკაციებზე, სადაც გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და მე ვცდილობდი, რომ საზოგადოებას ნათლად გაიგო ამ ყველაფრის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა, რომ ყველა ლოკაციაზე გზაგაწმენდილი იყო და დამეთანხმებით, რომ ის რაც დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში ხდებოდა, ძალიან რთული იყო ფიზიკურად სამკლავებლად და პირველადი ჩვენი ინტერესი რაც იყო, რომ ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებოდათ პროდუქტი, მედიკამენტი საავადმყოფოში გადაყვანა და ასე შემდეგ, მსგავსი საკითხები იყო პრიორიტეტი და შემდგომ, რა თქმა უნდა, უკვე გზის გაწმენდა ეს იქნებოდა მეორეხარისხოვანი გზები, ჩიხები თუ ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად აქტიურად და ძალიან სწორად იმუშავა მუნიციპალიტეტმა და ხელისუფლებამ, კოორდინირებულად ხდებოდა სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობა და ჩართულობა. ჩვენც როგორც ველზე შესული, როგორც დეპუტატები, მერის წარმომადგენლები ვცდილობდით, რომ დაუყოვნებლივ ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენთან შემოდიოდა საკოორდინაციო საბჭოში შესულიყო და დაუყოვნებლივი რეაგირება მომხდარიყო. თქვენ იცით, რომ მუშაობდა მერის ცხელი ხაზი, სადაც ათასობით ზარი შედიოდა დღის განმავლობაში და წარმოუდგენლად დიდი შრომა გასწია ადამიანებმა ამ სტიქიასთან ბრძოლაში. მე მინდა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ველზე როცა ხარ ამ ყველაფრის თვითონ ესე რომ ვთქვათ დანახვა და ძალიან რთული იყო ფეხით გადაადგილება. პირველ დღეს, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბებია ბავშვებთან ერთად გაუჩინარებული იყო და მასთან კონტაქტი არ იყო, თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრ ლოკაციაზე ჩვენ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა იყო, რადგანაც გაწყვეტილი იყო ხაზები, წაქცეული იყო ბოძები და კრიტიკული სიტუაცია იყო. ასეთ ლოკაციებზე ფეხით გვიწევდა, გადაადგილებდა და დაახლოებით მე პირადად ჩემს ესე რომ ვთქვათ მეგობრებთან ერთად დაახლოებით 5 კილომეტრი ფეხით მომიწია გადაადგილება. რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ყველას ჩართულობა მიგვიყვანა იქამდე, რომ უფრო დიდი მსხვერპლი არ იყო, თუმცა რომ არა ის სწრაფი რეაგირება, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ადამიანური დანაკარგი გვექნებოდა. ბატონო. ნამდვილად მე შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ აი ამ თოვლის პერიოდში ინტენსიურად მუშაობდა სხვადასხვა სამსახური, ადგილობრივი ხელისუფლება, თუმცა ადამიანებს აქვთ მსგავსი საყვედურები, რომ იყო ტექნიკის სიმცირე. ასევე გარკვეული ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ უკეთესი იქნებოდა რაღაცნაირად ამინდის პროგნოზიდან გამომდინარე პრევენციული ზომები გატარებულიყო და რაღაცნაირი ერთგვარი კოლაფსი თავიდან ყოფილიყო აცილებული. ამ მოსაზრებებზე რა სიტყვით? ჩვენ მუნიციპალიტეტს რა ტექნიკაც ყავდა, რა თქმა უნდა, პირველივე დღეიდან იყო ჩართული მაქსიმალურად გაწმენდით სამუშაოებში და ყველაზე მნიშვნელოვანი ესე რომ ვთქვათ სამიზნე იყო საავადმყოფო ცენტრალური ადგილები, სადაც ადამიანები უფრო მეტად გადაადგილდებოდნენ. როდესაც უფრო ინტენსიური თოვა ესე რომ ვთქვათ განვითარდა, მაშინვე ჩაერთო ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლება, ყველა სამინისტროს, რომელსაც რაიმე სახის ტექნიკა
ტექნიკა ყავდა, ეს ჩამოყვანილი იქნა გურიის რეგიონში, მათ შორის რა თქმა უნდა ოზურგეთში და სპეციალური ტექნიკებით მოხდა, ესე რომ ვთქვათ, გაწმენდითი სამუშაოები. მე მინდა მადლობა გადაუხადო თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდაცვის სამინისტროს ძალების ჩართულობა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იყო ლოკაციები, სადაც უკვე ადამიანური რესურსი აღარ ყოფნიდა და ჯარის შეცვლა, ძალიან დიდი მანძილის ფეხით გავლა ჩვენი ჯარისკაცების მიერ, ეს იყო უმნიშვნელოვანესი ცოცხალი ძალა, რაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ჩვენმა ჯარმა გააკეთა, ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მე კიდევ ერთხელ მათ მადლობას გადაუხდი. ტექნიკის თვალსაზრისით თქვენ იცით რომ ჩაერთო საჰაერო ავიაცია და ვეტფრენები ჩაერთო ადამიანების გადმოყვანის პროცესში, იქ სადაც გზა იყო, გზა ვერ შედიოდა, ხდებოდა რა თქმა უნდა ადამიანების საჰაერო გზით გადმოყვანა, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა. მე ვფიქრობ, რომ რისი შესაძლებლობაც იყოს ჩვენმა სახელმწიფომ მაქსიმალური გააკეთა და ვფიქრობ, რომ არა ეს სწრაფი რეაგირება, რა თქმა უნდა, უფრო მძიმე შედეგს მივიღებდით. თქვენ იცით, რომ საჰაერო, ესე რომ ვთქვათ, გზით მოხდა შემოვლა და კრიტიკული მონაკვეთების, ესე რომ ვთქვათ, მოძიება და მედიკამენტებიც კი ეწოდებოდა საჰაერო გზით მოსახლეობას. ჩვენთვის და ზოგადად ადამიანები, ვინც ამ პროცესში არ იყო ჩართული, მარტივია, რომ რაღაცა შეფასებები ისე გააკეთონ უსაფუძვლოდ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ სტიქია არის ის სიტუაცია, როდესაც ერთი მხარეც და მეორე მხარეც პოზიციას და ოპოზიციას უნდა გაერთიანდნენ და საერთო საქმის გარშემო თავარი მოქალაქის ინტერესების, თავარი მოქალაქის ჯანმრთელობის და გადარჩენის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ამ დროს. ნამდვილად გეთანხმებით. აი ამ გაერთიანებაზე, კოორდინაციაზე და აი სხვადასხვა ნიშნის მიუხედავად ადამიანების გაერთიანებაზე მინდა კითხოთ, აი მოხალისეების ნაწილზე მაგალითად რომელსაც მართლაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს გურიაში. იყო ოფროუდ ჯორჯია, იყვნენ სხვადასხვა ჯგუფი არაერთი ჩამოსული გურიაში, რომლებმაც მართლა დიდი საქმე გააკეთეს გურიისთვის. როგორ იყო თქვენი თანამშრომლობა მათთან? მათ გარკვეულ ნაწილში არის აყვადურები, რომ ვერ ვახერხებდით თანამშრომლობას ხელისუფლებასთან. ზოგი ნაწილი ამბობდა, რომ ვახერხებთ პირადი კონტაქტებით, პირადად ვისაც ვიცნობთ ადგილობრივ ხელისუფლებაში. თქვენ რა სიტყოდით? თქვენ დაგაკლდათ თუ არა დაუშვათ მეტი კოორდინაცია მაგალითად ხელისუფლებასა და მოხალისეებს შორის ამ თემაზე რას გვეტყოდით? მე არ შემიძლია რომ ძალიან დიდი მადლობა არ დავიწყო ოფროუდის წარმომადგენლების მიმართ. ეს არის ადამიანები, რომლებმაც ძალიან რთულ ლოკაციებზე, ძალიან დიდი სიცოცხლის რისკის ფასად შევძელით გადაადგილება და მე პირადად ვიყავი პირველივე დღიდან მართთან ერთად ამ ყველაფრის თანაზიარი. ისინი მჭიდრო კომუნიკაციაში იყვნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოხალისეები, რომლებიც კომუნიკაციაში იყვნენ ხელისუფლებასთან, მოდიოდნენ რა თქმა უნდა როგორც პროდუქტების შეგროვების ნაწილში, განაწილების ნაწილში, ეს ფიზიკური შრომის ნაწილში და მე პირადად ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდი ამ ადამიანებთან, ოფროუდის წარმომადგენლებთან, ჩვენს მერს საკოორდინაციო საბჭოს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ, კრიტიკული მონაკვეთები სადაც იყო, ხდებოდა კომუნიკაცია, რომ სად გჭირდებოდა ამ ძალის გამოყენება, შეიძლებოდა რომ ერთი ლოკაციიდან მოხსნილიყო და სხვა ლოკაციაზე გადაგვეყვანა, სადაც კრიტიკული იყო და შეიძლებოდა ესე რომ ვთქვათ, ფაქტები იყო, როდესაც შეიძლება ტექნიკა ვერ შედიოდა და ოფროუდის წარმომადგენლების ესე რომ ვთქვათ, სხვა ლოკაციიდან გადმოყვანა გვიწევდა. მე მადლობას გადაუხდი ყველას გულწრფელად, იმიტომ რომ არა, თუნდაც ეს ოფროუდის ფედერაცია, ადამიანები, რომლებიც მოხალისეები მჭიდრო კონტაქტში იყვნენ მოსახლეობასთან, ჩვენ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად შევძელით ამ პროცესების მართვა. პირიქით, სტიქი არის ის სიტუაცია, როდესაც სჭირდება ძალიან სწორი და დროული კომუნიკაცია ერთმანეთს შორის და მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში თვითმმართველობას და სახელმწიფოს პრობლემა არ ქონია. ბატონო, აქ ძალიან დიდი მადლობა როგორც ოფროუდ ჯორჯიას, ასევე ნებისმიერ მოხალისეს, რომელიც გურიაში იყო ჩამოსული და ბოლო კითხვა ამჯერად რა ვითარება ახლა? გაჟღერდა რომ ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიისგან, ან დაენგრათ სახლი, ან დაუზიანდათ სახურავი, მათ გარკვეული სახის კომპენსაცია, ან ალტერნატიული საცხოვრებელი და ასე შემდეგ გამოეყოფათ. რა სტადიაშია კონკრეტულად ეს წინადადება ახლა და აღრიცხვის ეტაპზე ხართ, რა ეტაპზე ხართ, მაყურებელმა რომ იცოდეს? პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გურიაში შეიქმნება სპეციალური კომისია ჯგუფების
მიხედვით დაყოფილი, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ საცხოვრებელი სახლების, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, როგორც სახურავების, ასევე თლიანად სახლების შესწავლაზე, სადაც არ იცხოვრება იმ სახლების, ესე რომ ვთქვათ, ალტერნატიულ ფართზე, ან სახურავების შემთხვევაში, რომელიც ჩამოიტვრა და უკვე იქ, ესე რომ ვთქვათ, საფრთხის შემცვლელი არის ყოფნა, ეს კომისია შეისწავლის ამ პროცესებს. კომისია უკვე შექმნის პროცესში არის, ყველა ლოკაციაზე გახსნილი არის გზები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ სასწავლო პროცესისთვის ხელი არ შეშლოდა მოქალაქეებს და მოსწავლეებს და მასწავლებლებს. ყველა უკვე სასწავლო პროცესი, ესე რომ ვთქვათ, წარიმართა ყველა სკოლაში და გადაადგილების პრობლემა უკვე აღარ აქვთ მოქალაქეებს. თქვენ იცით, რომ ცხელხაზე ძალიან ბევრი ზარი შემოდიოდა როგორც საკვები პროდუქტების ნაწილში, ასევე მედიკამენტების დახმარების ნაწილში და მაქსიმალური რეაგირება ხდებოდა ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო არის უკვე შემდგომი ეტაპი, რაც ეხლა იწყება და ეხლა მიმდინარეობს, ეს აღწერის მოძიების ნაწილში. ეს არის ზუსტად მოსახლეობის ინტერესის საგანი, რამდენად ახლა ცხადია ამას ზუსტ დროს და თარიღს ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ რამდენად მაქსიმალურად სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი. პრემიერ-მინისტრის პირდაპირი დავალება არის, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ამ პროცესის შესწავლა და სალიკვიდაციო სამუშაოების, ესე რომ ვთქვათ, წარმართვა. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მოქალაქეები, რომლებიც ელოდებიან სწრაფ რეაგირებას, რა თქმა უნდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობამ ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით უმოკლეს ვადებში მოახდინოს ამ ყველაფერზე რეაგირება. კომისიის ნაწილში იქნებიან სხვადასხვა სტრუქტურიდან ჩართული ადამიანები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სოფლის მერის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი და ასე შემდეგ, რომლებიც შეისწავლიან თითოეული ოჯახის, ესე რომ ვთქვათ, პირობებს და მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან სწრაფ ტემპში მოხდება ამ ყველაფერზე რეაგირება, რადგანაც მოსახლეობას ეხლა უკვე ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლებს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან ერთად 24 საათიან რეჟიმში უწევდა ამ ადამიანებს, ესე რომ ვთქვათ, დაზიანებული ლოკაციების მოძიება, შეკეთება, რადგანაც იყო ინტენსიურად მუშაობდნენ, სხვა რეგიონის ჯგუფებიც დაგვემატა ოზურგეთში, იმიტომ რომ ადგილობრივი ძალებით ამასთან გამკლავება ძალიან რთული იყო. აქ ჩართული იყო, რა თქმა უნდა, სამხედროები, როგორც გადაადგილების ნაწილში და მე ვფიქრობ, რომ იმ შესაბამისი სიტუაციიდან გამომდინარე კიდევ უფრო სწრაფად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის და მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ეს პროცესის გადალახვა მოხდა და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჩვენგანისთვის ნაკლები ადამიანური დანაკარგი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და მე არ შემიძლია რომ არ შევეხო კონჭკათის მაგალითს, ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის ყველასთვის ეს ფაქტი და მე სტიქი არის ის პროცესი, როცა ვერავინ ვერ შეაჩერებს, თუმცა თქვენ ყველამ ერთიანად ვფიქრობ, რომ მაქსიმალური ვეცადეთ, რომ ადამიანური დანაკარგი აღარ გაგრძელებულიყო და თქვენ იცით ფაქტები, როდესაც ჩვენ შევდიოდით ისეთ ლოკაციებზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო. მე ჩემი პირადად სამაჟორიტარო ოლქიდან, ბახვიდან გავიხსენებ რამოდენიმე მაგალითს, ჩვენ მოხუცი ბაბუა გამოვიყვანეთ, რომელსაც 7 დღის განმავლობაში არავისთან კომუნიკაცია არ ჰქონდა და შევძელით მისი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ასევე მე პირადად ჩემს მაგალითს გავიხსენებ, მადლობას გადაუხდი ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც დამიკავშირდა ამ პროცესის განმავლობაში და ვცდილობდი, რომ ჩემი ეს მუშაობის პროცესი პირდაპირ ეთერში საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რადგანაც იყო მაგალითები, როდესაც ადამიანებს ვიღაცას ცენტრალურ გზაზე გზის გაწმენდა უნდა და არის кейსები, როდესაც საერთოდ მოწყვეტილი ყავს სოფელი და დენიც არ არის და ფეხით გვიწევდა იქ ასვლა და მე ამ ყველაფრით ვცდილობდი, რომ საზოგადოებას დაინახა, იქ ბევრად სირთულე იყო იმ ლოკაციებზე, სადაც ჩვენ შევდიოდით და ერთ-ერთი ვიდეოს ნახვის შემდეგ ბატონმა ხვიჩამ კვარაცხელიამ გადაწყვიტა, რომ დამიკავშირდა და 10,000 ლარი გადმორიცხა ჩემს ანგარიშზე, 8,000 ლარი მოხმარდება მშვიდობაურში ბებოს, რომელიც მარტო ზრდის 3 შვილიშვილს, მათ გარდაცვლილი ყავთ მამა და ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობენ, ხოლო 2,000 ლარი მოხმარდება ბაბუას, რომელიც ჩვენ შევძელით, რომ თავშესაფარში გადავიყვანეთ და მას ყველანაირი პირობა შევუქმნით იმისთვის, რომ ის უსაფრთხოდ იყოს და მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება. მე მადლობას გადაუხდი თქვენი ეთერის საშუალებითაც, ნამდვილად არ შემიძლია, რომ არ დავაფასო ის მისი ქმედება. ამის შემდგომ მან კიდევ დაიხმარა, როგორც ვიცი, შრომ
ფორმაში და ლანჩხუთში კიდევ ორ ბენეფიციარს და მე ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთ დროს თითოეული ადამიანის თითოეული თეთრი, თითოეული თანადგომა, თითოეული ნაბიჯი და სწორი კომუნიკაცია. ნამდვილად უკლებლივ ყველასე ვინც არ უნდა იყოს ეს რომელი რგოლის წარმომადგენელი, რიგითი მოქალაქე თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა დროის დათმობისთვის, ჩვენთან მოსვლისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი ეთერის სტუმარი გახლავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მარი ჩხეკვიშვილი. ახლა კი ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. ეს არის ჩემი პატარა საქართველო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი წილი საქართველოს უყოლას გვაქვს ქართველებს აქ ამხელა დიდ ამერიკაში. თუკი ნამდვილი ქართული გემოების გასასინჯად აქამდე ლოს-ანჯელესიდან შორს წასვლა გიხდებოდათ, ახლა ეს უკვე აღარ მოგიწევთ. ქეთიმ პატარა საქართველო ლოს-ანჯელესში ჩამოიტანა. გამარჯობა, ჩემი ნინი. ეკა და შორენა სად არიან? ბაზარზე 2024 წლის ბოლოს გამოჩნდა. ორ თვეში ქეთიმ ქართველებისა და უცხოელების გული ადვილად მოიგო. ქართულ კაფეს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. განსაკუთრებული ხალხმრავლობა მაინც უქმეებზე შეინიშნება. ძალიან დიდი გამოხმაურება გვაქვს ამერიკელებისგანაც, ძალიან შემოგვაჩვენენ მექსიკელებიც და ძალიან მოსწონთ ჩვენი გემოები და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამზარეულო იქნება მთელს ამერიკაში ქართული სამზარეულო, თუ რა თქმა უნდა კიდევ რაღაც ახალ-ახალი ობიექტები გაიხსნება. ქართული სამზარეულოდან ჩემი ფავორიტი ხინკალია. აქ თითქოს საქართველოში ვბრძნობ თავს. ქეთის სამზარეულოში ყოველი დილა ფუსფუსით იწყება. ეკა ხინკალს ახვევს, ნინი ხაჭაპურს აცხობს, შორენა კი ფხალეულობას კმაზავს. ობიექტი მომხმარებელს დაახლოებით 20-ზე მეტი სახეობის ქართულ გემოს თავაზობს. გურმანებს ადგილზე ქართული მზა პროდუქციის შეძენას შეუძლიათ. აქ დილიდან მადის აღმძვრელი სურნელი ტრიალებს. ყველაზე დაჭურცული დღეებად ითვლება პარასკევი, შაბათი, კვირა. როცა დილის 11 საათიდან საღამოს 10 საათამდე ხალხს ვერ განვოვლებთ ხოლმე. დღის მანძილზე სადღაც მიწევს 40-50 მხოლოდ იმერულის გამოთხოვა. და აჭარულის მოთხოვნილება ძალიან დიდია. კაფე საქართველოს გახსნამდე ქეთი უამრავ სირთულეს წააწყდა, თუმცა როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, სირთულეებმა არ შეაშინა. დაბრკოლებებმა ბრძოლის ჟინი შემატა და საქმეც ბოლომდე მიიყვანა. ძალიან ბევრი ცრემლი იყო, ძალიან ბევრი იმედგაცრუება იყო. აი აქ რო ვიღაც მეორე მეკავს და გეუბნება, რომ იქნებ შენთვის არ არის. აი იქნებ თავი დაანებო ამ იდეას, მაგრამ აქ ყოველთვის მყავს ადამიანი, რომელიც უმეუბნება, რომ მე აბსოლუტურად ყოველთვის შევძლებ. რეპორტაჟის გადაღებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. ძალიან მინდოდა, რომ დედაჩემი და ჩემი შვილის იმედები გამემართლებინა. ქეთის ყველაზე შორს მიმავალი გეგმები საქართველოს უკავშირდება. უახლოესი კი ლოს-ანჯელეს, სადაც არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ქართული სამზარეულოს მოყვარულებს კიდევ ერთ ობიექტ შესთავაზებს. გიორგი ჩუგოშვილი, ლოს-ანჯელესი. ახლა კი ამინდის პროგნოზი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 8-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მესტია, ბახმარა, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-15 გრადუსი. ეს გახდა დღეისთვის ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.